ბრაზილიაში ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან ყურადღების ცენტრშია მარაკანა სტადიონი, სადაც გრანდიოზული ფოიერვერკი უნდა მოეწყოს. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ოლიმპიური ჩირაღდანი უკვე რიო-დე-ჟანეიროშია. ჩვენ ახლა რიოდან გვექნება ჩართვა, ოლიმპიურ სოფელში იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დავით ბანანაშვილი. სულ რაღაც ერთი დღე და სტარტს აიღებს რიოს ზაფხულის 31 ოლიმპიური თამაშები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ოლიმპიურ სოფელში, სადაც სხვა დელეგაციებთან ერთად საქართველოს დელეგაციაც ხორობს, ანუ ქართველი სპორტსმენები, 39 სპორტსმენით არის წარდგენილი მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა. გეტყვით იმას, რომ გახსნის ცერემონიალი უკვე 6 აგვისტოს გამთენისას ღამის 3 საათზე დაიწყება თბილისის დროით, როგორც ადგილობრივი ორგანიზატორები აცხადებენ, ძალიან ლამაზ სანახაობას პირდებიან ისინი გულშემატკივარს. რაც შეეხება უკვე უშუალოდ ქართველ სპორტსმენებს, უკვე ზეგიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ძიუდოისტები და 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას დაიცავს ამირან პაპინაშვილი. ზაფხულის 31 ოლიმპიური თამაშების ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ბრაზილიის ქალაქი რიო-დე-ჟანეირო მსოფლიო სპორტული მარათონის მასპინძლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ბოლო ეტაპს ასრულებს. გახსნის ცერემონიამდე ოლიმპიადის ორგანიზატორებმა მარაკანას საფეხბურთო სტადიონზე ფოიერვერკები დაამონტაჟეს. 5 აგვისტოს ცერემონიის გასამართად რამდენიმე დეტალი კვლავ გადასაწყვეტია. ბრაზილიის ოლიმპიური თამაშებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა უსაფრთხოების საკითხია. ოლიმპიადის გახსნამდე რიო-დე-ჟანეიროში შერაღებული ძალების და პოლიციის 85,000 წევრია განლაგებული. რიო-დე-ჟანეიროში ღონისძიების გახსნაზე ცეცხლის ასანთებად ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე მიიწვიეს. თუმცა ფეხბურთის ლეგენდა ამბობს, რომ დაფინანსების სადაო გარიგების გამო ცერემონიაში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღოს. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ცერემონიაზე არ ვიქნები. მსოფლიო ჩემპიონატი 3-ჯერ მოვიგე, თუმცა ოლიმპიადა არასდროს მომიგია. ახლა როდესაც ჩვენ ვმასპინძლობთ ღონისძიებას, ვსურს რომ ბრაზილიის ნაკრებმა ახლა მაინც მოიგოს ოქროს მედალი. რიო-დე-ჟანეიროში ჩატანამდე ოლიმპიურმა ჩირაღდანმა ბრაზილიის 325 ქალაქი მოიარა და ქვეყნის მასშტაბით 20,000 კილომეტრი დაფარა. ოლიმპიური ჩირაღდანი რიო-დე-ჟანეიროში გუშინ საღამოს ნავით საზღვაო ქვეითებმა ჩაიტანეს და ქალაქის მერს გადასცეს. ოქროს ლამპარის გადაცემის შემდეგ მერმა განაცხადა: გაუმარჯოს ოლიმპიურ თამაშებს, მივესალმები ჩირაღდნის ჩამოტანას ქალაქში, რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარულია. დიდი მადლობა. ქალაქის ცენტრში ჩირაღდნის გატარებას აღფრთოვანებით შეხვდა მოსახლეობაც. ძალიან ემოციური მომენტი და უნიკალური გამოცდილება. ძალიან ემოციურია, როდესაც კონტაქტი გაქვს ოლიმპიადასთან, ჩირაღდანთან და თამაშებთან, რომელიც საბერძნეთიდან მოდის. რიო-დე-ჟანეიროს ცენტრში არსებული პოზიტიური განწყობის პარალელურად ოლიმპიური ჩირაღდნის შესვლას ქალაქის ღარიბი უბნების მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციით შეხვდა, რომლებმაც ჩირაღდნისთვის გზის გადაკეტვაც სცადეს. საპროტესტო აქცია პოლიციამ სრომსადენი გაზით და რეზინის ტყვეების გამოყენებით დაშალა. მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ოლიმპიადის მომზადებისთვის ხელისუფლების მიერ დახარჯული მასშტაბური თანხები გახდა. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ მილიარდობით დოლარი მთავრობას სიღარიბის აღმოსაფხრელად უნდა გამოეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს ჩატარდება, რიო-დე-ჟანეიროში თამაშები უკვე დაიწყო. პირველი შეხვედრა შვედეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალთა საფეხბურთო ნაკრებებს შორის ჩატარდა და შვედების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. მეორე შეხვედრაში კი მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ჩინეთის გუნდს 3-0 ძლია. გამარჯვება მოიპოვა კანადის ნაკრებმა, რომლებმაც ავსტრალიას 2-0 მოუგო. ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრები კი შეერთებულ შტატებთან 0-2 დამარცხდა. დღეს კი ბრაზილიის სტადიონები მამაკაცთა ნაკრებების 8 შეხვედრას უმასპინძლებს.